ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეც მორიგი სითბური ტალღა დაატყდება თავს, რომლის დროსაც ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. ზედიზედ ორი სითბური ტალღის შემდეგ ევროპის კონტინენტი კვლავ მზარდი ტემპერატურის წინაშეა. ინტენსიური სიცხე დასავლეთ და სამხრეთ ევროპაშია მოსალოდნელი, ყველაზე მეტი საფრთხე საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს ემუქრება. თუმცა თბილი ჰაერის მასები ასევე გავრცელდება ბალკანეთისკენ, განსაკუთრებით საბერძნეთისა და ადრიატიკის სანაპიროსკენ. გაერთიანებულ სამეფოში კი უკიდურეს სიცხესთან გასამკლავებლად მთავრობა საგანგებო შეხვედრას გამართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ეს წელს მეორე შეხვედრა იქნება. მეცნიერები სითბური ტალღებისა და ტემპერატურის მატებას ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. ევროპა მსოფლიოში ის კონტინენტია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება. განმეორებითმა სითბურმა ტალღებმა წელს ფართო მასშტაბიანი გვალვა და ინტენსიური ხანძრები გამოიწვია.